ანა გამარჯობა. როგორ ახარ? თავად როგორ? კარგად, მადლობა. შეგიძლია სავარძელი მოირგო. ხო, ერთად ვიკეთებ. მოდით, რა თქმა უნდა. ანა, მადლობა BMG Drive სტუმრობისთვის. ყოველდღე წყალი შეგიძლია მიირთვა. მადლობა მოწვევისთვის. გადაცემის ჩაწერის მიმდინარეობისას. მოკეთ BMG-ს მაყურებელი შენ სამართლებრივი თემებიდან გიცნობს ხადია და ამიტომ მინდა რომ ამ თემებით დავიწყოთ საუბარი და უფრო ვისაუბროთ არბიტრაჟის თემაზე, რაც პრინციპში ბოლო პერიოდში არ დაგვითმია ამისთვის, რომ შენი მიმართულებით რა ხდება არბიტრაჟში, მოკეთ რა ბოლო რა ცნობებია. კითხეს იმართლე არბიტრაჟი ნაკლებად აქტუალურია, მას შემდეგაც მედიაცია გახდა მოთხოვნადი, საინტერესო და უფრო ქმედითი და შედეგობრივი. რამ გამოიწვია ეგ? პირველ რიგში იმან, რომ შედეგობრივად განსხვავებული აბსოლუტურად ვადებში განსაკუთრებულად მომზიდველია. გარდა ამისა არის მოცემულობა, რომ იძლევა საშუალებას ურთიერთობა შენარჩუნდეს და ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა მიეცეთ მხარეებს, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, კი რა თქმა უნდა არბიტრაჟს თავის პლუსები აქვს და რა თქმა უნდა თუ კომპარირებას მოვახდენთ სტანდარტულ სასამართლო პროცესთან, რა თქმა უნდა უპირატესობა აქვს და ამაზე საუბარი ცალსახად არც არის. თუმცა თუ საუბარში შემოდის მესამე კომპონენტი, ეს არის მედიაცია, ცალსახა უპირატესობა მედიაციის მხარეს არის. პირველ რიგში ეს არის სწრაფი პროცესი, სანდო პროცესი, იმიტომ რომ მხარები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და აქ გადაწყვეტილების შედეგობრივი ნაწილი არ არის დამოკიდებული მესამე პირის ასე ვთქვათ ანალიზზე, რამდენად დარწმუნდა, არ დარწმუნდა, რამდენად იყო თუ ობიექტური მოცემულობა, სამართლებრივი მოცემულობით გამყარებული და ასე შემდეგ. მედიაციის დროს მხარები მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომლის ფარგლებში კონსენსუსი მიიღწია მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მიპოვა სარგებელი ამ პროცესში. ორივე შეთანხმდა. ორივე მიპოვა სარგებელი. შესაძლოა სარგებელი აცდებოდეს ასარჩეულო მოთხოვნას. ეს კიდევ უფრო ერთი პლუსია, იმიტომ რომ მხარებმა იპოვეს რაღაც ალტერნატიული შესაძლებლობები, რაც სტანდარტული ვერც არბიტრაჟო დავაში მოხერხდება და ვერც სასამართლო პროცესის მანძილზე. ამიტომ მედიაცია მას შემდეგაც გახდა უფრო ცნობადი, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე იყო პრობლემა იმ ნაწილში, რომ სანდო ან ახალი მცნება იყო 2019-ში კანონი მიღებული წარმოვიდგენია სულ 4-5 წლის დამოქმედებული მოცემულობა. თუმცა როცა ნახეს, რომ ეს არის სწრაფი 45-ლიანი სტანდარტული ვადა არის მედიაციაში, თუ სასამართლო მედიაციას გულისხმობთ. არცდება ხო როგორც წესი ვადებს? არა, ამ შესაძლებლობა თუ არის მოცემულობა რთული დავა, პროცესი საჭიროებს, ერთი ამბავით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯამურად რო ავიღოთ 90 დღე არის. არ შეედრება ხო სასამართლოს. როდესაც წლებზეა საუბარი. თან ნახეთ როგორი საქართველოში პრობლემა არის რა. ძალიან ცოტა ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც კონკრეტულ სექტორში შეუძლია თანამშრომლობა. და ამ მომენტში მხარები ძალიან უფრთხილდებიან იმ ბიზნეს ურთიერთობას, რომელსაც შესაძლებელია წარმოეშვა პრობლემა, თუმცა აქვს პოტენციალი, რომ კიდევ დიდი ხნის პერიოდში თანამშრომლონ. ამიტომ განსაკუთრებით ახლა ყოველს პრობლემა აქვს რა, ეს არის ვადა და აღსრულებადობა. მედიაციას ორივე კომპონენტში აქვს უპირატესობა თუ სტანდარტულ სასამართლო პროცესთან და საარბიტრაჟო პროცესთან. ფინანსურ ნაწილში რამდენად მომგებიანია მედიაცია, ღირებულებით ნაწილში ასე. გაცილებით მომგებიანია, იმიტომ რომ ჯერ დანახარჯით ნაწილი, როგორც პროცესის მხარდაჭერის ნაწილში, ასევე მომსახურე ჩართულობის ნაწილში და ასევე გადასახადის ნაწილში, რომელიც სავალდებულო სასამართლო შემთხვევაში არის თუ ბიზნეს დავებზე საუბრობთ არის რამოდენიმე პროცენტზე მიბმა არის პირდაპირ დავის საგანთან გამომდინარე მედიაციაში ცოტა სხვა მოცემულობა, თუმცა იქაც არსებობს თუ სასამართლო მედიაციას ვეხებით, იქაც არსებობს რაღაც გარკვეული სავალდებულო გადასახადი, თუმცა თუ გავაკეთებთ შეჯამებას და დარებას, ჯამური ეფექტი როგორი აქვს რა ერთი და რა მეორე პროცესი, მედიაცია გაცილებით იაფია, მომგებიანია, ესე თუ ბიზნესის ოთხი დრო შევხედოთ და სწრაფია. ან ფაქტობრივად გამოდის, რომ თქვენ უკიდურესი ზღვარი რო ავიღოთ 90 დღეში გაქვთ აღსრულებადი საბოლოო გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელია მოხდეს სტანდარტულ პროცესში. კი ბატონო.